გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის 93-107 კილომეტრის მონაკვეთზე ზვავ საშიშროების საფრთხის დონე მაღალი არის. გამოც გზის აღნიშნულ ნაწილზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, ყველა ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გარკვეული სახის მოძრაობის რეჟიმებია დაწესებული მხოლოდ მაღალმთიან რეგიონებში. კერძოდ, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. აიაზმა ნინოწმინდის მონაკვეთზე, ნაქერალას უღელტეხილზე, საჩხერე რაჭის გზაზე, ქუთაისი ალპანა მამისონის გზის, ქორენიში შოვის მონაკვეთზე და ზუგდიდი ჯვარი მესტია ლასტილის საავტომობილო გზის ჯვარი უშგულის მონაკვეთზე. ზვავ საშიშროების ძლიერი თოვის, ცუდი ხილვადობისა და ქარბუქის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია. ფარავნის უღელტეხილზე, ნიჩბისი, დიდგორი, დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე, ბათუმი ახალციხის გზის კურორტი გოდერძი უტყისუბნის მონაკვეთზე, კორშა შატილის მონაკვეთზე და უშგული ლასტილის მონაკვეთზე. საავტომობილო გზების დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.